ვისაუბრებით ამჯერად. ჩვენ გადავწყვიტეთ ასე გამოგვეხატა დღევანდელი პროტესტის მხატვრული ფორმით თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები, ასე ქვია ჩვენს პატარა პერფორმანს, რომელშიც იმედია ყველანი მივიღეთ მონაწილეობას. არც ის გახლავთ, მოგეხსენებათ ეს გამოთქმა მოდის ფრანგულიდან cousu de fil blanc, ანუ თეთრი ძაფით შეკერილი, ეს კერავების სპეციფიკა არის, თეთრი ძაფით დაბლანდვად თარგებისა. შემდეგ ეს გამოთქმა დამკვიდრდა როგორც ტყუილის, თაღლითობის, უსამართლობის მიმანიშნებელი და ასევე როგორც რაღაცა დროებითის მიმანიშნებელი. ანუ ამ ჩვენს დღევანდელ ასე ვთქვათ პატარა პერფორმანსს ორმაგი მნიშვნელობა აქვს ის, რომ შევახსენოთ მთელ საზოგადოებას რამხელა ტყუილში ვართ, როგორი უსამართლობის მოწმენი ვართ ყველანი, ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი, ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი, შეკერილი და გაქრება მალე ეს თეთრი ძაფები და ჩაინაცვლება უფრო ესეთი მედეგი და საჭირო ძაფით, ასე ვთქვათ, როგორიც უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი ცხოვრება. და რომ ეს სიყალბე, ეს უსამართლობა არ გაგრძელდება. ეს არის მთავარი არსი და გვინდა ყველას ვთხოვოთ, გამზადებული გვაქვს საქმეები ერთხელ მაჩვენებთ. ისიც მინდა აღნიშნო, რომ ეს იდეა მოდის ანო შაშიაშვილისგან, რომელიც აქ იმალება და ასევე ანა გაბელაიას აქვს ძალიან დიდი წვლილი მიღებული. ანა რებაშენკოს მინდა დიდი მადლობა გადავხადო და ნანა ხუსკივაძეს, რომელმაც ეს დაფა, ასე ვთქვათ, მოგვიმზადა თავისი დახვიტა და მოკლედ მთელი კონცეფცია, მთელ ამ კონცეფციაზე იმუშავა საფუძვლიანად. დააწეროთ ერთ-ერთი სინდისის პატიმრის გვარი თითოეულ საქმეს და შემდეგ აი ამ საქმეებით დავიწყოთ ჩვენი მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. შემდეგ არის დიდი პროგრამა, რომელზეც ალბათ მოგახსენებენ. ანუ ეს არის არსი და რა ვიცი, იმედი მაქვს ჩავებმევით ყველანი და 2 ეგზემპლარად და ყველა პატიმრის სახელი და გვარი გვაქვს და ასე რომ ერთად ვიმუშავებთ ამაზე. ერთი 10 წუთი დაგჭირდება ალბათ და მე დავიწყებთ და დაგირიგებთ. ანას აქვს უფრო ბევრი. ალბათ დავაწეროთ რომელიმე კონკრეტული